მოგესალმებით, დავიწყოთ Business Insider-ი, კვლავ ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეებით, რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარ სიახლეებზე, მოგეხსენებათ, რომ Business Insider-ის მთავარი აქცენტი არის ანალიტიკური ნაწილი, მიმოხილვა და სიღრმისეული მიმოხილვა საკითხების, რომელიც შეეხება სწორედ ეკონომიკას და რომელიც დაკავშირებულია სწორედ ეკონომიკასთან და ბიზნესთან. ცხადია, Business Insider-ი ყოველთვის გთავაზობთ მშრალი ნიუსის მიღმა, მშრალი სიახლის მიღმა, ანალიტიკურ მიმართულებას და ყოველთვის ჩვენ ვთვლით, რომ რელევანტურ და სანდო კვლევებზე დაყრდნობა არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი კვალიფიციური ინფორმაციის უზრუნველსაყოფად, ვინაიდან ბიზნეს გადაწყვეტილებები რა თქმა უნდა არ ეფუძნება მხოლოდ მშრალ იმპულსურ, სპონტანურ ინფორმაციებს, არამედ ის ეყრდნობა ძალიან სოლიდურ ანალიზებს, რომელიც ამყარებს, ასე ვთქვათ, ბიზნეს გადაწყვეტილებებს და ძენს დამაჯერებლობას ბიზნეს მიიღოს მან სწორი გადაწყვეტილებები. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში Business Insider-ის ანალიტიკურ მიმოხილვით ნაწილზე, ჩვენ ყოველთვის ვახსენებთ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პარტნიორი და დასაყრდენი ჩვენთვის არის Galtent Tagarty. სწორედ Galtent Tagarty-თან დაკავშირებით მინდა ვისაუბრო კიდევ უფრო მეტი დღევანდელ გადაცემაში და ეხლა კადრებს, რომელსაც თქვენ ადევნებთ თვალყურს, არის მათ შორის Galtent Tagarty-ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ბოლო პერიოდის ვიტყოდი ასე, თუმცა ვინაიდან Galtent Tagarty-ს ყოველთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები და სიახლეები აქვს, სოფლის მეურნეობის ინდექსი იყო წარმოდგენილი და სწორედ ამ კადრებს ადევნებთ თქვენ თვალყურს ახლა Galtent Tagarty-ის ნაწილში, რომელიც ახლა ჩვენც აქ Business Insider-ზე ძალიან ვრცლად ვისაუბრეთ, თუმცა მინდა ავღნიშნო და უფრო მეტი გითხრათ Galtent-თან დაკავშირებით, Galtent Tagarty-თან დაკავშირებით ინფორმაციაზე, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ Galtent Tagarty-თან დაკავშირებული ინფორმაცია არის არა მხოლოდ სასარგებლო ბიზნესისთვის, არა მხოლოდ სასარგებლო საქმიანი წრეებისთვის, არამედ სასარგებლოა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც არის დაინტერესებული ეკონომიკის, ბიზნესის, ინვესტირებასთან დაკავშირებული საკითხების და განურჩევლად ასაკისა ვიტყოდი ამ შემთხვევაში, ვინაიდან Galtent Tagarty არის სწორედ ის წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, რომელიც ლონდონის ბირჟაზე განთავსებული Lion Finance გრუპის შვილობილი კომპანიაა და რა თქმა უნდა, ჩვენ Lion Finance გრუპზე არაერთხელ ვცლად გვისაუბრია, Galtent თავის საკმაოდ ფართო სპექტრს თავაზობს საკუთარ მომხმარებლებს საბროკერო კვლევით და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით, რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებით ეხმარება ყველას ბიზნეს მიღწევაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ Galtent ემსახურება ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, ფინანსური კონსულტაციები, საბროკერო მომსახურება და განსაკუთრებით საინტერესო ნაწილი კვლევები. უნდა აღინიშნოს, რომ Galtent Tagarty ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს კაპიტალის ბაზრის დასა და განვითარების მიმართულებით. მოკლედ 80-ზე მეტი პროფესიონალი ამ შემთხვევაში არის Galtent-დან წარმოდგენილი, Galtent-ის გუნდში წარმოდგენილი, რომელიც ემსახურება, ასე ვთქვათ, აი ამ უმნიშვნელოვან საქმეზე. მინდა აღვნიშნო, რომ ვახსენებ კვლევების ნაწილი და კვლევების ნაწილში ყოველთვის გამორჩეულია Galtent Tagarty-ის სხვადასხვა მიმართულების კვლევები. ჩვენც აქ Business Insider-ში არა ერთხელ ძალიან ვრცლად გვისაუბრია Galtent-ის კვლევებთან დაკავშირებულ საკითხებზე და იმ მიმართულებებზე, რომელიც ეკონომიკასა და ბიზნეს მართლაც განსაკუთრებულად ესაჭიროება და განსაკუთრებულად გამოარჩევს. თუმცა მე მინდა რამოდენიმე აქცენტი კიდევ უფრო ვრცლად წარმოვიდგინოთ და წარმოვადგინოთ ამ შემთხვევაში, ვინაიდან საკითხები, რომელიც შეეხება Galtent-თან დაკავშირებულ, Galtent Tagarty-თან დაკავშირებულ ვითარებას არ არის, ასე ვთქვათ, მხოლოდ ერთი მიმართულებით, ფარავს რამოდენიმე მიმართულებას და პირველ რიგში მინდა შევხედოთ რამოდენიმე დიაგრამას, მათ შორის ჩემთვის გამორჩეულია ეს ნაწილი, თუ შეიძლება პირველი დიაგრამა, სადაც არის აღნიშნული სწორედ Galtent-ის მართლაც ერთ-ერთი მთავარი დევიზი, ქმნით შესაძლებლობებს. მართლაც გამორჩეულია ამ კუთხით Galtent, ვინაიდან ჩემი აზრით ყველაზე უფრო მეტად, ყველაზე უფრო სწორ შესაძლებლობას ქმნის სწორედ Galtent Tagarty და ქმნის ამ შესაძლებლობას ყველასთვის. სწორედ ამიტომ აღვნიშნე დასაწყისში, რომ აქ არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში ასაკობრივ ნაწილს თუ პროფესიას, Galtent მართლაც ქმნის შესაძლებლობას ყველასთვის. შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება, სადაც
უფრო დეტალურად შევხედავთ გალთის მიღწევებს საერთაშორისო დონეზე და აქ ვინა გამოვარჩიოს სწორედ პრიზები, რომელიც არის აღნიშნული საერთაშორისო აღიარების ნაწილში, მათ შორის ევრომანი გალთენთაგართი საქართველოში 2025 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ეს განსაკუთრებული მიღწევაა მთლიანად საქართველოსთვის, როდესაც ამ დონის აღიარებაა და ამავდროულად გალთის საერთო ჯამში ვალიდურობისთვის ბუნებრივია, თუმცა კიდევ ერთხელ ნებისმიერი ეკონომისტი, ვისაც ერთხელ მაინც ქონია შეხება გალთენთაგართთან, დამეწყვეტება მათი კვლევების განსაკუთრებულ რელევანტურობაში და არ არსებობს საქართველოში უმსხვილესი ბიზნეს შეხვედრა, დისკუსია, მათ შორის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული ან ჩვენ ჭრილში ეკონომიკური ფორუმის ორგანიზებული მაღალი დონის დიალოგი სახელმწიფო კერძო სექტორს შორის, სადაც გალთის კვლევები არ იყოს ერთ-ერთი მთავარი თუ არა მთავარი და გამორჩეული წყარო ამ ნაწილის. შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება, სადაც რომ კიდევ ერთ ნაწილს შევხედოთ, სწორედ აი ამ ჭრილში გამორჩეულ წილში საგლობლობის შექმნის ნაწილში ევრომანის მხრიდან უკვე აქცენტირებულად ამ ნაწილზე გამორჩეულ, ასე ვთქვათ, 2025 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელებას საქართველოში და კიდევ ერთი დიაგრამა, სადაც შევხედავთ სწორედ გალთის ძირითად საქმიანობას, რაზეც უკვე ავღნიშნე ნაწილობრივ და ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ სწორედ კვლევებზე საბროკერო მომსახურებას და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. სხვა შორის საინვესტიციო საბანკო მომსახურება არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეტად საინტერესო ნაწილი და ზოგადად ინვესტიციებისადმი მიდრეკილების ზრდა და ცნობიერების და ამ კუთხით კვლევებზე კიდევ ერთხელ ძალიან დეტალურად არ შევჩერდები, ვინაიდან მე ვფიქრობ, რომ არ არსებობს ბიზნეს ინსაიდერის გადაცემა პრაქტიკულად, ან შეიძლება მხოლოდ რამოდენიმე ესეც თემატურ ჭრილში, მაგალითად თამარს გარეთ, როდესაც გვაქვს ჩვენი რუბრიკა ამ მსგავს ტიპის ნაწილში, სადაც გალთის კვლევა არ არის გამოყენებული, ჩვენ ძირითად შემთხვევაში ჩვენი წყარო ყოველთვის არის ხოლმე სწორედ გალთის კვლევები, ანუ ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხშირი მომხმარებლები ვართ ამ კუთხით და კიდევ ერთხელ თუ გაქვს ამბიცია კვალიფიციური ინფორმაცია მიიტანო მომხმარებელს, რა თქმა უნდა გალთის კვლევები აქ გამორჩეულია, მაგრამ საინვესტიციო ნაწილი ასევე ძალიან საინტერესოა, ვინაიდან დღეს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც არის ონლაინ ბანკინგის მომხმარებელი, გალთის თავაზობს მათ შორის საკმაოდ საინტერესო პროდუქტებს ინვესტირების ჭრილში და გალთი წლებია სხვადასხვა მიმართულებით მოგვიწოდებდა ინვესტირებისკენ და მე შევარჩიე გალთზე საუბრისთვის სულ რამოდენიმე ასე ვთქვათ ვიდეო რგოლი, რომელიც კარგად გვაჩვენებს, ასე ვთქვათ, გალთის ასე ვთქვათ მიდრეკილებას და კეთილ მიზნებს, როგორ შექმნას შესაძლებლობები მათ შორის ჩვენთვის. ნახოთ პირველ ვიდეო თუ შეიძლება. გალთენთაგართი წარმოგიდგენთ პირველ ონლაინ საინვესტიციო პლატფორმას საქართველოში. აქ ერთ სივრცეში შეძლებთ მიიღოთ გალთენთაგართის საბროკერო დეპარტამენტის ყველა სერვისი. ივაჭროთ GT Trader-ის პლატფორმის მეშვეობით. ივაჭროთ თქვენი პირადი ბროკერის დახმარებით. თვალიადევნოთ თქვენი პორტფელის დინამიკას. დააგენერიროთ თქვენი საბროკერო და სავაჭრო ანგარიშის ან ანგარიშების ამონაწერები. იყოთ მუდმივად ინფორმირებული საინვესტიციო პროდუქტების შესახებ. დაიწყეთ ინვესტირება. დიახ, დაიწყეთ ინვესტირება. მართლა ძალიან საინტერესო ნაწილია ამ კუთხით, გამორჩეული ნაწილია ვიტყოდი ასე და ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინანდელი ვიდეოს ნაწილიც ამ შემთხვევაში გარკვეულწილად მოგვიხმობდა ინვესტირების მიმართულებით ამ ჭრილში. სხვა შორის საინტერესოა, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ გალთენთაგართზე, აქ ძალიან მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო საქმიანობა და მიდრეკილების ასე ვთქვათ გაღვივება თუნდაც დანაზოგებთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ეს არ ხდება ხოლმე მხოლოდ მშრალი ინფორმაციის საფუძველზე. ჩემი მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე უფრო საყვარელი ნაწილი ამ შემთხვევაში, სასარგებლო საყვარელი ნაწილი არის ხოლმე ძალიან სწორი ახსნა თუ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ მანამდე უფრო მეტ ინვესტირებას გავაკეთებთ ამ ჭრილში და აქ კიდევ ერთი გამორჩეული ვიდეოა და ესეც უნდა ვნახოთ აუცილებლად.
იცოდი რომ $70 $8,613 ყიდვა შეგეძლო? 2010 წელს $70 იყიდდი ყურსასმენებს. ან ახალ ფეხსაცმელს, რომელიც დღეს ალბათ უკვე გაცვლითი იქნებოდა. მაგრამ თუ ამ $70 Tesla-ს აქციებს შეიძენ, დღეს $8,613 ღირებულების აქციები გექნებოდა. 2010 წლის ივნისში Tesla IPO-ზე გამოვიდა. ანუ ფართო საზოგადოებას საკუთარი აქციები შესთავაზა. The reason for the IPO was actually to raise funds for parallel development. შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანს შეეძლო Tesla-ს აქციონერი გამხდარიყო. ხო და შენ ან შენს მეგობარს ყურსასმენების ან ფეხსაცმლის მაგალითად ამ კომპანიის აქციები რომ გეყიდათ და დღემდე შეგენახათ, ჩადებულ თანხაზე $8,553 მეტს დაიბრუნებდი. Tesla-ს და 6,000-მდე სხვა კომპანიის აქციონერი დღესაც შეგვიძლია გახდნენ. გახსენი მობილბანკი, ჰაბის განყოფილებიდან აირჩია ინვესტიციები, გაიარე რეგისტრაცია და დაიწყო ინვესტირება. მე მგონი ძალიან მარტივად და გენიალურად არის ამ ვიდეოში ამ შემთხვევაში ახსნილი ინვესტირების უპირატესობა და შესაძლებლობები კიდევ ერთხელ რომელსაც კალთი ქმნის და კალთი გვაძლევს ამ შემთხვევაში და მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და ხაზს გაუსვავ კიდევ ერთხელ რომ არ აქვს ასაკი ამ ნაწილს ყოველთვის შეგვიძლია ვიყოთ ჩართულები, ყოველთვის შეგვიძლია ვიყოთ თუნდაც ამ ფორმით ინვესტორები და ამის შესაძლებლობა გვაქვს. ეს არის აი ეს პრაქტიკული ნაბიჯი, ხომ ერთ შემთხვევაში საუბარია კვლევებზე, მაგრამ ერთ შემთხვევაში საუბარია პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რომელსაც თითოეულ ჩვენგანის გარკვეულწილად ქცევების შეცვლა შეუძლია და რაც მთავარია, ამ ყველაფრიდან შესაძლებელია მეტი შემოსავლის მიღება ამ კუთხითაც კალთი ყველასთვის არის ამ ნაწილში ჩართული და კიდევ ერთი ნაწილი, უფრო ზუსტად რო ვთქვა, ორი ნაწილი, რომელსაც მაგალითად მე განსაკუთრებულად აქტიურად ვიყენებ კალთის შემთხვევაში და მუდმივად ვაკვირდები ამ პროცესს, ყოველთვის არის კალთის მიერ შეჯამება, ასე ვთქვათ, ამა თუ იმ სექტორის, ამა თუ იმ მიმართულების, ან თლიანად ეკონომიკის წრეში, ისევე როგორც კალთის პროგნოზირების ნაწილი, რომელიც მართლაც განსაკუთრებულად ღირებულია, ვინაიდან ძალიან ბევრ დეტალს შემდგომ სწორედ ამ პროგნოზებიდან გამომდინარე ვგეგმავთ ჩვენც, ძალიან ბევრი ბიზნეს კომპანია ამ კუთხით, თუმცა აქაც მინდა გაჩვენოთ შეჯამების წრეში კიდევ ერთი ვიდეო, რომელიც ჩემთვის გამორჩეულია ამ ნაწილში. 2025 წელი თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრისთვის წარმატებული აღმოჩნდა პირველ 4 თვეში სუსტი გაყიდვების მიუხედავად. წლის განმავლობაში ჯამში 42,000-ზე მეტი ბინა გაიყიდა. აქედან ნახევარი პირველად ბაზარზე დეველოპერებისგან, ხოლო მეორე ნახევარი მეორად ბაზარზე ფიზიკურ პირებს შორის. გაყიდული ბინების ჩამორმაღირებულებამ $3.6 მილიარდი შეადგინა, რაც 13%-ით აღემატება 2024 წლის მაჩვენებლებს. ფასების მხრივ პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის ფასი წლიურად 4%-ით გაიზარდა, რაც ჩამორჩება წინა წლების მაღალი ზრდის ტემპს. რისკებიდან მნიშვნელოვანია გაცემული სამშენებლო ნებართვების მაღალი მოცულობა. ჩვენი შეფასებით, ბოლო 3 წელია ყოველწლიურად ბაზარს 25-30,000 ახალი მშენებარებინა ემატება, მაშინ როცა რეალურად 20-21,000 იყიდება. შესაბამისად, ზედმეტი მიწოდების რისკი კვლავ ნარჩუნდება. 2026 წელს ჩვენ ველოდებით მოთხოვნის სტაბილურობას, ხოლო ფასები ზომიერ ერთნიშნა ზრდის ტემპს შეინარჩუნებს. ფაქტორის წლის შეჯამების წრეში მართლაც განსაკუთრებით აქტუალურია. ზუსტად რო ვთქვა, აქტუალურია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხის შეჯამება, სხვათა შორის უძრავი ქონების კვლევები გამოარჩევს კიდევ უფრო მეტად ამ ჭრილში, გამორჩეულად ვალიდური კვლევებია და დავაკვირდებით, აი ცალკე აღებული არის ყოველთვის ძალიან საინტერესო შეფასებული უძრავი ქონების ბაზარი თბილისში, უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში და რეალურად აჭარასფარავს მთლიანობაში და ყოველთვის გვაქვს საშუალება დავაკვირდეთ არა მხოლოდ ბინის გასაკეთებას, არამედ ქირის ფასას და ბევრს ვისაც აქვს ინვესტირება და ინვესტიცია განხორციელებული უძრავ ქონებაში, მართლაც შეუძლია, ან ფიქრობს უძრავ ქონებაში ინვესტირების განხორციელებას, მართლაც შეუძლია, რომ აი ამ კვლევებიდან გამომდინარე ძალიან სოლიდურად გათვალოს პროგნოზი თუ რა როგორ იქნება. ალბათ მოგეხსენებათ, ბევრ შემთხვევაში ადამიანები ხშირად, არ ვიცი, მას შორის მეც მეკითხებიან ხოლმე, აი ბინა რომ ვიყიდო, გავაქირაო, საბურთალოზე მონგებიანია. მეც პასუხი თუ მინდა რომ კვალიფიციური გავცევით, მეც კარტის კვლევას უნდა გავეცნო ამ შემთხვევაში რა ხდება ბაზარზე. ეს უბრალოდ ერთ-ერთი მაგალითი უძრავი ქონებიდან, თუმცა აქ შეგვიძლია ვისაუბროთ ტურიზმზე, კიდევ ერთხელ სოფლის მომნელებას და ასე შემდეგ, მოკლედ ძალიან გრძელია სია ამ ნაწილში, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება კვალიფიციური
გადაწყვეტილების მიღებაში და ამ შემთხვევაში დღევანდელ აი ამ ნაწილში მინდა უკვე პროგნოზზეც ვისაუბროთ და მათ შორის ამ კუთხით ძალიან საინტერესო მოკლე ვიდეო ასევე გაჩვენოთ პროგნოზთან დაკავშირებით, რომელიც მე გამორჩეულად მომეწონა. რა ვიყიდეთ? კითხვა, რომელიც ყველა ინვესტორს აქვს. ამისთვის საჭიროა ვიცოდეთ რა ხდება მსოფლიოს ბირჟებზე. მე ვარ ნიკა და მოგიყვებით როგორ დაიწყო 2026 წელი ბირჟებისთვის. მაგალითად S&P 500 ანუ ამერიკის top 500 კომპანია წელს მხოლოდ 1%-ით არის გაზრდილი. და ბევრს შეიძლება ეგონოს, რომ ბაზრებზე არც არაფერი არ ხდება. მაგრამ რეალურად ბოლო 25 წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ როტაციას ხედავთ. წლის დასაწყისიდან დღემდე ენერგეტიკის სექტორი 22%-ზე მეტით არის გაზრდილი. მასალების სექტორი 17%-ით. მცირე ზომის კომპანიები წლების სტაგნაციის შემდეგ იღვიძებს. დიდი ტექნოლოგიური კომპანიები კი ერთ ადგილზეა გაჩერებული. იცვლება კაპიტალის გეოგრაფიული დინებაც. ევროპული, იაპონური და განვითარებადი ქვეყნების აქციები ამერიკაზე უკეთეს შედეგებს აჩვენებენ. ბრაზილიური ინდექსი წელს 20%-ზე მეტით არის გაზრდილი, ხოლო კორეული ინდექსი 40%-ზე მეტი. აუცილებლად უნდა ვახსენოთ ძვირფასი მეტალებიც. ოქროს ფასი მხოლოდ წელს 18%-ით გაიზარდა. ვერცხლის კიდევ უფრო მეტი. ბაზარი სწრაფად იცვლება, რაც ბევრი ფაქტორით არის გამოწვეული. ხელოვნური ინტელექტი, გეოპოლიტიკა, ინვესტორების განწყობა და სხვა. Galton Tagartში ამ ცვლილებებს ყურადღებით ვადევნებთ თვალს და ვეხმარებით ჩვენს ინვესტორებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. გისურვებთ წარმატებულ ინვესტირებას. ვეხმარებით ინვესტორებს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, ყურადღებით ვადევნებთ თვალს. დიახ, კალთი მართლაც ყურადღებით ადვენებს თვალს. ანუ ნაწილში მიმდინარე მოვლენებს და კიდევ ერთხელ მართლაც აი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ დავაგვირდოთ ხოლმე კალთის გვერდს, რაც ყველასთვის არის ხელმისაწვდომი შესაბამისად. კალთის ვებგვერდზე ამ კუთხით, ისევე როგორც ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ Business Insider-ში, კალთის კვლევებზე, კალთის პროგნოზებზე და ასე შემდეგ. და დიახ, მართლაც რა ვიყიდოთ კითხვაზე, აი ნახეთ, ვფიქრობ რომ სანიშნავი ვიდეო, რომელიც ძალიან კარგ წარმოდგენას გვიქმნის მიმდინარე ტენდენციებზე ასევე. თუმცა ეს რომ მხოლოდ მიმოხილვა არ იყოს, რა თქმა უნდა, ჩვენ გქონდა საშუალება და მე პირადად გქონდა საშუალება, რომ ძალიან საინტერესო ინტერვიუ მქონოდა გამორჩეულად საინტერესო რესპონდენტთან, Galton Tagartis გენერალურ დირექტორთან, ბატონ გიორგი კუპრაშვილთან, რომელსაც ვეწვიეთ, ჩავწერეთ და მინდა რომ ეს ინტერვიუ ახლა ჩვენ ნახოთ. მოგესალმებით ბატონო გიორგი, ძალიან დიდ მადლობას გიხდით პირველ რიგში Business Insider-თან ინტერვიუსთვის. Galton Tagarti განსაკუთრებულია Business Insider-ისთვის, ვინაიდან ჩვენი ანალიტიკის ძირითადი წყარო სწორედ Galton Tagarts ემყარება და პირველ რიგში მინდა ვისარგებლო შემთხვევით და 30 წლის იუბილე მოგილოცოთ ერთის მხრივ და მეორეს მხრივ 2026 წლის საინვესტიციო ბანკად დასახელდა კიდევ ერთხელ Global Finance-ის მიერ Galton Tagarti და ასევე ამ ნაწილში მინდა საომავლო წარმატებებს გისურვოთ, არაერთ ჯილდოს მოგილოცავთ, მე დარწმუნებული ვარ წლებთან ერთად. თუმცა ამავდროულად თუ შეიძლება რომ გითხრათ, აი ამ ყველაფრის ფონზე 30 წლის იუბილეს ფონზე, უამრავი ჯილდოს ფონზე, როგორია Galton Tagartis ძირითადი მიღწევები ბაზარზე? გიორგი, პირველ რიგში დიდი მადლობა სტუმრობისთვის და დაინტერესებისთვის Galton Tagartით და მოლოცვისთვის. 30 წელი მართლაც აღსანიშნავი თარიღია და ძალიან მნიშვნელოვანია ეს Galton Tagartis ისტორიაში. და რომ შევაჯამოთ და პერსპექტივაში რომ ჩავსვათ ეს გავლილი 30 წელი, სამი ძალიან მნიშვნელოვანი რამე არის, რაც Galton Tagartმა ბაზარზე შექმნა და დაამკვიდრა. ერთი არის კაპიტალის ბაზრის შექმნა და განვითარება, რასაც სალსახად Galton Tagartმა ჩაუყარა საფუძველი. მეორე არის ჩვენს ეკონომიკაში და ჩვენს კულტურაში კვლევითი მიმართულების განვითარება და საფუძველის ჩაყრა და კვლევითი საქმიანობის წამოწყება და მესამე არის საერთაშორისო ბაზრებზე წვლომა, რომელიც Galton Tagartis ჩართულობით და ინიციატივით სწორედ 2015 წელს პირველად გახდა შესაძლებელი ჩვენი კლიენტებისთვის. ქრონოლოგიურად რომ მოვყვეთ და დიდ სურათში შევხედოთ ამ ყველაფერს, 2005 წელს შედგა პირველი ობლიგაციების ემისია საქართველოს ისტორიაში
და სწორედ გალტენ თაგარტის ექსკლუზიური მანდატით მოხდა ეს ყველაფერი. ეს იყო 2 მილიონი ლარის პირველი ობლიგაცია, რომელიც მაშინ ბაზარზე გამოვიდა. 2005 წლისთვის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მაშინაც ალბათ არ იყო იმდენად მატერიალური დიდი ციფრი, რამდენადაც ეს იყო პიონერული გასვლა ბაზარზე და პირველი ტრანზაქცია ამ ტიპის. მას შემდეგ ევოლუცია რაც გაიარა კაპიტალის ბაზარმა, ახალი ყოველჯერზე ახალი და უფრო ზრდადი მოცულობებით, ისევე როგორც თემატური, სტრუქტურული და სხვადასხვა ვალუტების ემისიებით, გალტენ თაგარტი ამ წლების განმავლობაში იყო მოწინავე და 2025-ში გასულ წელს მოვედით იქამდე, რომ მაგალითისთვის ჩვენს უნიშნელოვანეს პარტნიორთან, IG Development-თან ერთად გამოუშვით ისტორიაში ყველაზე უფრო დიდი მოცულობის მწვანე ობლიგაცია 82 მილიონი დოლარის ოდენობით და ეს ყველაფერიც გალტენ თაგარტის ექსკლუზიური მანდატით მოხდა. კვლევებს რაც შეეხება ამასთან დაკავშირებით ევოლუციას რო შევხედოთ, როგორც სექტორული, ისევე მაკროეკონომიკური კვლევის პიონერი იყო გალტენ თაგარტი და დღესაც ამ მიმართულებით ძალიან ვაღრმავებთ და ვავითარებთ ჩვენს საქმიანობას. და კაპიტალის ბაზრებზე წვდომა 2015 წელს GT Trader-ის პლატფორმით პირველად გახდა შესაძლებელი ჩვენი კლიენტებისთვის და რაც მანამდე ქართულ ბაზარზე ფაქტიურად წარმოუდგენელი იყო, უცებ რეალობა გახდა საკმაოდ დიდი წრისთვის ჩვენი კლიენტებისა. ასევე 2021 წელს პირველად დავნერგეთ საქართველოს ბანკის მობაილ აპლიკაციაში საინვესტიციო პლატფორმა, რომელიც უკვე გაცილებით მასიური ხასიათის არის და საქართველოს ბანკის 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან მოხერხებულად კონდეს შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე განახორციელოს ინვესტიციები. მართლაც მნიშვნელოვანი ნაწილია ხა თქვენ უკვე დღეს ისეთ პროდუქტებზე საუბრობთ, რომელიც მართლაც თითოეული ჩვენგანისთვის ხელმისაწვდომია იგივე აქციების შეძენა, რომელიც ალბათ ძალიან ბევრი ადამიანისთვის საყვარელ საქმიანობათაც იქცა და ასევე ძალიან საინტერესო აუცილებლად მინდა აუჩვენო, მადლობა გადაგიხავთ ამისთვის, თქვენ საკმაოდ საინტერესო მოკლე ვიდეოები, რომელიც საგანმანათლებლო ნაწილსაც ემსახურება სწორედ აი ამ კულტურის განვითარების მიმართულებით. ბევრი კუთხით ლიდერია გალტი, ESG ლიდერობასთან დაკავშირებით მინდა კითხოთ. ასევე სწორედ გალტენ თაგარტს უკავშირდება ახალი აქტივების კლასების დანერგვა, რას მოიაზრებს აღნიშნული და რატომ ითვლება, რომ ეს მნიშვნელოვანია? საგანმანათლებლო ნაწილს რაც შეეხება, ესეც ერთ-ერთი გალტენ თაგარტის მოწინავეობის ერთ-ერთი განმაპირობებელი არის, როდესაც ბაზარზე ცნობადობა გარკვეული სერვისების, პროდუქტების და ფინანსური ბაზრების ზოგადად შესახებ არ არსებობს, საჭირო არის ცნობადობის ამაღლების მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმა და გალტიც ამ მისიას ასრულებს ბაზარზე, რომ ჩვენს კლიენტებს, ჩვენს პოტენციურ კლიენტებს შევატყობინოთ იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც საერთაშორისო კაპიტალის და ფინანსური ბაზრები ქმნის. ვიტყოდი რომ წარმატებით საკმაოდ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა ეს ნაწილი. დიახ, ჩვენ კითხვას რო დაუბრუნდეთ კვლავ. ESG მიმართულებას რაც შეეხება, როდესაც ESG-ზე ვსაუბრობთ, განმარტების სახით რომ განმარტოთ, ESG მოიცავს ისეთი სახის პროექტებისა თუ კომპანიების დაფინანსებას და ისეთი ტიპის დაფინანსებას, რომელიც მიმართულია გარემოს დაცვითი, სოციალური და მმართველობითი სტანდარტების, გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილებაზე ორიენტირებული პროექტებისა და კომპანიებისათვის. ამ მიმართულებით გალტენ თაგარტმა პიონერი იყო და გალტენ თაგარტმა დაინახა ის შესაძლებლობა, რომელიც ახალი კაპიტალის მოზიდვის და ახალი ბაზრის შექმნის შესაძლებლობებს გააჩენდა და პირველი მწვანე ბონდი, პირველი სოციალური ობლიგაციები, ისევე როგორც პირველი SLB-ს ვეძახით და ეს არის გრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები, სწორედ გალტმა გააცნო ბაზარს და გალტმა შემოიყვანა ბაზარზე. ამას ჰქონდა ორი ეფექტი.
პირველი იყო იმ ინსტიტუციონალური საერთაშორისო ინვესტორების მოყვანა და დაინტერესება მათი ქართული ბაზრით, რომელიც ამ კლასის და ამ ტიპის დაფინანსებაში მონაწილეობით არიან დაინტერესებული და ამან გააჩინა ახალი ბაზარი და რო გადავთვალოთ 1.1 მილიარდ ლარზე მეტი ESG დაფინანსება არის გალტის ჩართულობით გამოშვებული ბაზარზე და მეორეს მხრივ ჩვენს ემიტენტებს და ჩვენს პარტნიორებს შეუქმნა შესაძლებლობა უფრო მეტი, უფრო იაფი და უფრო მოქნილი დაფინანსების მოპოვებისა. და ამ მხრივ საკმაოდ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გეგმავთ მომავალშიც და პერიოდულად ამის შესახებაც სიახლეები გვექნება. კი ბატონო, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და ზოგადად ჩემთვის არა მხოლოდ ჩემთვის გალთენდაგართი და ინოვაციები ესეთ დამიპარალელდა ეს ორი ტერმინი ერთმანეთთან, ვინაიდან მუდმივად როგორც ხედავთ გალთენდაგართის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ინოვაციებზე ორიენტირებულობა. აი ამ კუთხით საინტერესო იქნებოდა თქვენი შეფასება და შეჯამება გარკვეულწილად. გიორგი, ინოვაციები ნამდვილად არის გალტის DNM-ში და ჩვენც ყოველდღიურად ვცდილობთ, რომ ეს ინოვაციები კომპანიის ყოველდღიურობად და სტრატეგიის ნაწილად ვაქციოთ. შედარებით უფრო უახლესი, ასე ვთქვათ, განვითარებები ამ მხრივ და მიღწევები რომ ვახსენოთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო მულტისავალუტო პროგრამის, ბონდების პროგრამის დანერგვა ბაზარზე, რომელზეც გალტის გუნდმა ეროვნულ ბანკთან ერთად ძალიან მჭიდროდ იმუშავა. რაც დავინახეთ ბაზარზე და რა შეზღუდა შესაძლებლობა რისიც ჩანდა, იყო რომ მანამდე ერთ ვალუტაში ხისტი და მოუქნელი პირობით იყო შესაძლებელი მხოლოდ პროსპექტუსის, ასე ვთქვათ, დაწერა და დაფინანსება, ანუ ემისიის გაკეთება და ჩვენი ინიციატივით შევქმნით გაცილებით უფრო მოქნილი ერთწლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გაცილებით უფრო მოქნილად არის შესაძლებელი თანხების ათვისებაც, რაც ერგება ემიტენტის მოთხოვნებს და საჭიროებებს და ასევე სხვადასხვა ვალუტაში, სხვადასხვა დროს. ამან ბაზარზე ძალიან დიდი გამოხმაურება პოვა და ჩვენს პარტნიორებს ძალიან დიდი მოქნილობის შესაძლებლობა მისცა. მეორე მიმართულება არის ჩვენი სავაჭრო პლატფორმები, ჩვენი ტრეიდერის და ინვესტიციების პლატფორმა, რომელზეც ჩვენს კლიენტებს მივეცით შესაძლებლობა 50-ზე მეტ ბირჟაზე და 60,000-ზე მეტ ფინანსურ ინსტრუმენტზე წვდომის გლობალურ ბაზრებზე. ასევე მივეცით შესაძლებლობა და ყოველდღიურ ჩვეულებრივ ფუნქციონალად ვაქციეთ ისეთი ფუნქციონალები, როგორც არის 24 საათიანი ტრეიდინგი, ალგორითმული დავალებები და სხვადასხვა ანალიტიკური ინფორმაცია, რომელიც აქამდე მისაწვდომი იყო მხოლოდ პროფესიონალი ტრეიდერებისთვის ან პროფესიონალი ინვესტორებისთვის და დღეს ეს ჩვენი კლიენტების ყოველდღიურობად ვაქციეთ. ასევე აღსანიშნავია მესამე ნაწილიც, რომ ჩვენი გამოცდილება დაგროვილი და ჩვენი ის ცოდნა, რაც გვაქვს ტექნოლოგიურ სინთეზთან ერთად, ჩვენ საზღვრებს, საქართველოს საზღვრებს უკვე გაცდა, როგორც იცით, სომხეთში გალტენდაგარტი ახორციელებს კაპიტალური ბაზრების მხარდაჭერის პროგრამას, რაც EBRD-ის პროექტია და რამდენიმე წლის წინ EBRD-სთან ერთად საქართველოში გავაკეთეთ ეს პროგრამა და ამ პროგრამის ერთ-ერთი განმაპირობებელი ჩვენი კაპიტალის ბაზრის სწრაფი განვითარების ეს პროგრამაც იყო და ეს გამოცდილება ახლა მიგვაქვს სომხეთში, სადაც ჩვენს ლოკალურ პარტნიორებთან ერთად ვახორციელებთ ამის დანერგვას. საინტერესო იქნება თქვენი შეფასება თუ რა ძირითად მიმართულებებს აერთიანებს გალთენდაგარტი და თითოეულ ამ ნაწილში როგორია ორგანიზაციის პოზიციები ბაზარზე? ჩვენი სტრუქტურა ორგანიზებულია კლასიკური საინვესტიციო ბანკის, ასე ვთქვათ, სტრუქტურით. ერთი ვერტიკალი არის საინვესტიციო საბანკო მიმართულება, მეორე არის ჩვენი კვლევითი მიმართულება და ჩვენი საბროკერო და საინვესტიციო მრჩევლის, ასე ვთქვათ, მიმართულება. საინვესტიციო საბანკო მიმართულებაში დიდი და შედარებით განვითარებული ნაწილი არის კაპიტალის ბაზრების ნაწილი, რაზეც ვისაუბრეთ.
და მეორე ნაწილი, რომ მეორე მხარე, რაც შედარებით ეხლა იკრებს ჩვენს ბაზარზე, ასე ვთქვათ და იდგამს ფეხს, არის M&A advisory, შერწყმის ტრანზაქციების საკონსულტაციო ნაწილი. ჩვენს ბაზარზე ჯერჯერობით არ არსებობს სათანადოდ დაფასება მრჩევლის, ასე ვთქვათ, ღირებულებისა, რაც ტრანზაქციაში მრჩეველს შეუძლია რომ მოიტანოს, ეს იქნება მყიდველების მობილიზებიდან და ორგანიზებიდან დაწყებული პროცესის მართვით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორად წარმართვისთვის და დახურვის წარმატებულად დახურვისთვის ტრანზაქციის, ისევე due diligence-ის და სხვადასხვა მოლაპარაკებაში მხარდაჭერის მიმართულებით. მაგრამ ამაზე საკმაოდ კარგი ფიდბექი გვაქვს ახლა ჩვენი კლიენტებისგან და პარტნიორებისგან და ნელ-ნელა სათანადო დაფასებას და ასე ვთქვათ ისტორიას თავის შედეგებს ქმნის, როდესაც წარმატებული ტრანზაქციები ჩვენი ჩართულობით და რამდენიმე უკვე გქონდა და ძალიან საინტერესო ტრანზაქციებზე მუშაობთ კიდევ შედეგების სახით წარმოჩინდება და ეს უფრო გამოცდილება ხდება უკვე ჩვენი პარტნიორებისთვის და თვითონ გამოცდიან იმ ყველაფერს, რაც ამას მოაქვს. კვლევების მიმართულებას რაც შეეხება, აქ გვაქვს სექტორული კვლევების მიმართულება, სადაც 15 სექტორს ფარავთ. შარშან 200-ზე მეტი პუბლიკაცია გქონდა და რიცხვებზე უფრო მეტად აქ აქვს სიღრმეს მნიშვნელობა. ვცდილობთ რომ მაქსიმალურად რელევანტური და საქართველოს ეკონომიკისთვის, ქართული ბიზნესისთვის ყველაზე უფრო რელევანტური საკითხები დავინახოთ, პრობლემები დავინახოთ გარკვეულწილად რომელიც დგას და ჩვენი როლი რაც არის რომ policy makers, პოლიტიკის შემქმნელებს, ბიზნესებს დავანახოთ ობიექტური ინფორმაცია და გარკვეული ჩვენი რეკომენდაცია მივიტანოთ შესაბამის მოთამაშეებამდე, ასე ვთქვათ, ეკონომიკის სწორად წარმოვაჩინოთ. ერთ-ერთი კარგი მაგალითი ამისი არის აგრიკულტურა, ანუ სოფლის მეურნეობის დაფარვა, რაც ეხა დავიწყეთ სიღრმისეულად და აგრიკონფერენციაც გქონდა ამაზე, ინდექსიც გავაკეთეთ და გაცილებით უფრო მეტ სიღრმეში ვაპირებთ ამაზე წასვლას. ალბათ ყველას ხშირად გვესმის, რომ სოფლის მეურნეობის ტრადიცია და კულტურა არსებობს ჩვენთან და რატომ ვერ ვართ ისე განვითარებული, როგორც სხვა ქვეყნები და რა არის, რა ქმნის შესაძლებლობებს. და სწორედ ამის დანახვაში გვინდა, რომ ვითამაშოთ ის როლი, რომელიც ბიზნეს და სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღებებს დაანახებს ობიექტურ ინფორმაციას. ასევე ჯანდაცვა არის მაგალითად ერთ-ერთი საინტერესო, რომელსაც ეხლა ვაინიცირებთ და ვიწყებთ სიღრმისეულად. ქონდა გარკვეული დაფარვა ამ მხრივ, მაგრამ ესეც ძალიან ისეთი კომპლექსური და საკმაოდ ისეთი ღიად ამოუხსნელი საკითხია და გვინდა რომ ამის სიღრმეში ჩავიდეთ და ისე როგორც დაინტერესებულ ბიზნესს გაუჩინოთ ინტერესი იქ ინვესტირების და გქონდეს ასე ვთქვათ policy საუბრებიც შესაბამის გადაწყვეტილების მიღებებთან. ამავდროულად გალტის მაკროკვლევები საკმაოდ ცნობილი არის ბაზარზე და თქვენს მადლობა იმ ყველა კვლევების გამოყენებისთვის და ყველა მოთამაშეს, რომელიც ამას ყოველდღიურად იყენებს და ამაზე ძალიან ხშირი ფიდბექი გვაქვს და გრძნობთ რამდენად საჭირო არის ის, რასაც ვთქვით. და კაპიტალის ბაზრების კვლევითი მიმართულება არის, რომელსაც შედარებით ახლა ვავითარებთ და გვინდა აქ მნიშვნელოვნად კიდევ წინ წავწიოთ და უფრო სხვა, ასე ვთქვათ, დონეზე გადავიყვანოთ ეს მიმართულება. ამასთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო ცვლილებები და საკმაოდ საინტერესო განვითარებები გვექნება და ამ სიახლეებსაც გაგიზიარებთ პერიოდულად. და ჩვენი საბროკერო და საინვესტიციო მართვის, ასე ვთქვათ, მიმართულება, რომელშიც ჩვენ კლიენტებს ვთავაზობთ როგორც ბაზრებზე წვდომას და საბროკერო მომსახურებას, ასევე უკვე მეტად გადავდივართ რჩევით და საკონსულტაციო მიმართულებაზე საინვესტიციო კუთხით. პორტფელის მენეჯმენტი დავნერგეთ რამდენიმე წლის წინ და ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. ეს ერთ-ერთი ჩვენი ყველაზე სწრაფად მზარდი ბიზნესია და ძალიან ძლიერი გუნდი ყავს ამ მიმართულებით, რომელიც ამ ბიზნესს ავითარებს.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რასაც მთლიანად საქართველოსთვისაც აქვს მნიშვნელობა და რასაც ვხედავთ, არის რომ ჩვენ საბროკერო მიმართულებაში ორი მისია ვხედავთ ჩვენთვის. ერთი არის ჩვენი ლოკალური და ზოგ შემთხვევაში რეგიონალური რეზიდენტი კლიენტებისთვის წვდომა ბაზრებზე და ეს უფრო საერთაშორისო ბაზრები არის და მეორე არის ინსტიტუციონალური ინვესტორებისათვის რეგიონალურ ბაზრებზე ასე ვთქვათ ერთი ფანჯრის პრინციპით წვდომის მიცემა. და ამაში ძალიან დიდ ძალისხმევას ვდებთ, რომ გალტი იყოს წარმოდგენილი როგორც რეგიონალური პირველი სახელი, რაც მოგივათ თავში, თუ გინდათ რომ კავკასიის რეგიონზე და ცენტრალურ აზიის რეგიონზე ძირითად შემთხვევებში ინვესტიცია გააკეთოთ ლოკალურ ბაზრებზე. ჩვენ საუბრობთ ადგილობრივ განსაკუთრებულ საჭიროებაზე გალთეთ თაგარტის მთელი რიგი სერვისების და მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის და არა მხოლოდ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მათ შორის კვლევაზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება, რომელზეც მართლაც გალთის გარეშე წარმოუდგენლად მიგვაჩნია ისევე როგორც რეგიონის ჭრილში უკვე. თუმცა ჩვენ ვხედავთ ძალიან საინტერესო საერთაშორისო აღიარებას გალთეთ თაგარტის საქმიანობის, ამიტიც დავიწყეთ დღევანდელი ჩვენი ინტერვიუ. შეიძლება რომ მეტი გითხრათ ამ ნაწილზე საერთაშორისო აღიარების ჭრილში. წლევანდელი წელი ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოდ დაიწყო. Global Finance-ის საუკეთესო საინვესტიციო ბანკის ჯილდო მივიღეთ. 2025-ში ევრომანის საუკეთესო საინვესტიციო ბანკის ჯილდო მივიღეთ და მართალია ჯილდო არ არის თვით მიზანი ან მიზანი საერთოდ, უბრალოდ სასიამოვნოა, რომ იმ ძალისხმევას, რომელსაც გალტენ თაგარტი დებს ადგილობრივი ბაზრის და რეგიონალური ბაზრის განვითარებაში სათანადო დაფასება აქვს ისეთი გავლენიანი გამოცემების მიერ, როგორიც არის Global Finance და Euromani. ამ ნაწილში აუცილებელია ითქვას, რომ ეს არ არის მხოლოდ გალტის ბრენდის დაფასება და ცალკეული შედეგები არ მოდის გუნდის გარეშე. მე მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო გალტის გუნდს, ჩვენი გუნდი აერთიანებს 100-ზე მეტ პროფესიონალს, რომელიც ყოველდღიურად სრული ძალისხმევით არის იმისი მონაწილე და იმისი მამოძრავებელი, რომ გალტი იყოს მოწინავე ხაზზე და ყველა ეს ჯილდო, რასაც გალტენ თაგარტი იღებს, ცალსახად ჩვენი ძლიერი და ძალიან ნიჭიერი გუნდის დამსახურებაა. მინდა განსაკუთრებით გუნდის ნაწილში შემოგიერთეთ, მართლაც ბრწყინვალე თანამშრომლები ყავთ ამ კუთხით, ბევრი მიმართულებით, ვისთანაც წლებია თანამშრომლობთ და ასევე მუდმივად ახერხებთ ახალი საინტერესო კადრების შერჩევას და დამატებას ზრდის პარალელურად. და შესაბამისად, აუცილებლად მინდა გკითხოთ განვლილ პერიოდთან ერთად 2026 წლის ძირითადი პრიორიტეტები გალთენ თაგარტისათვის. 2026-შიც და ალბათ მომდევნო წლებშიც ჩვენი პრიორიტეტი იქნება ორი მთავარი მიმართულებით. პირველი არის რეგიონალური დაფარვის და რეგიონალურ ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესება, რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია კომპანიის განვითარებისთვის. და მეორე მხრივ ტექნოლოგიური და ციფრული შეთავაზებების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ეს შეეხება ჩვენს სავაჭრო პლატფორმებს, შეეხება ჩვენს შიდა სისტემებს, რომელშიც ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციას ვდებთ. ასევე აუცილებელი არის ვახსენოთ AI-ის, ასე ვთქვათ, ათვისება, რომელიც ხდება გალტენ თაგარტში და თამამად შეიძლება ითქვას, რომ AI-ის გამოყენების კუთხით გალტენ თაგარტი დღევანდელ დღეს ბაზარზე მოწინავე პოზიციას იკავებს. და ამ მხრივ გვინდა რომ არ ჩამოვრჩეთ განვითარებას, რომელიც ძალიან ჩქარა ვითარდება და რაც შეიძლება მოქნილად და მალე წავიდეთ წინ. ბატონ გიორგი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო ძალიან საინტერესო საუბრისათვის და მე იმეც ვიტოვებ, რომ ჩვენ არაერთხელ მოგვიწევს საუბარი პირველ რიგში თქვენთან, თორემ სხვა მხრივ თქვენს თანამშრომლებთან და თქვენ კვლევებთან დაკავშირებით, მართლაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს გალთან შემხებლობა. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა და წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა.
მართლაც მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა, ძალიან საინტერესო აქცენტებით, კიდევ უფრო მე პირადად კიდევ უფრო მეტად დამაინტერესა გალთის საქმიანობის თელმა რიგმა მიმართულებებმა ამ წელში გულწრფელად ვაღიარებ, გავიგე მეტი ვიდრე ინტერვიუ უნდა და დარწმუნებული ვარ ჩვენს მაყურებლისთვისაც ეს ნამდვილად ასე იყო. დღეს კი ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია, მე გემშვიდობებით ხვალამდე.